ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაერტი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ის დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხოს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს. პრესამსახურის ინფორმაციით ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედია პლურალიზმის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისაკენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჯოლიანი დაესწრნენ. მაიკლ ოფლაერტმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა მაკა ბოჭორიშვილთან და გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.